7 დეკემბერს მივდივარ კრეატორ სამიტზე. ეს არის ჩემი შანსი დავამყარო ღირებული კავშირები ჩემს კოლეგებთან. ალბათ თქვენც გსმენიათ იმ ტიპიურ ამერიკულ ფენომენზე და ჩემი აზრით ძალიან გაცვეთილ და გაუგებარ ტერმინზე networking-ი. ხო და დღეს მე შევეცდები გაგიზიაროთ რა ხდება ამ თავში, როცა ვემზადები კრეატორების ყველაზე ცხელ ღონისძიებაზე წასასვლელად და ვეცდები გაგიზიაროთ ის რჩევები, რომელიც ერთგვარი წარმატების ფორმულა შეიძლება გახდეს თქვენთვის, როცა თქვენ ასევე წახვალთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებაზე მომავალში. აბა დავიწყოთ. კავშირების დამყარება ამერიკულად იგივე ვაჭრობაა. ძირითადად პროფესიულ კონტექსტში გამოიყენება ეს ტერმინი. როგორც პროცესი ხშირად სტრატეგიულ სახეს იღებს და არ გულისხმობს უბრალოდ მეგობრობას, არამედ შენთვის საინტერესო სფეროში სწორ ხელსაყრელ ნაცნობობას. ფილმებშიც დარწმუნებული ვარ გინახავთ, როგორი ღია და პირდაპირია ეს პროცესი. გაცვლა-გამოცვლა თითქოს ტრანზაქციის სახეს იღებს. რაც ძალიან ნორმალურია ისეთი კაპიტალისტური ქვეყნისთვის, როგორც ამერიკა. ამერიკელები როცა მიდიან პროფესიულ ღონისძიებაზე, მათ აქვთ ესეთი მიდგომა. მე ამას ვაკეთებ, შენ რას აკეთებ? ოკეი, გასაგებია, შეიძლება მომავალში ერთმანეთი გამოვიყენოთ. ამას რა თქმა უნდა ვხედავთ ქართველები და გვინდა რომ copy-paste-ით გადმოვიდღოთ ჩვენს ქართულ რეალობაში ეს ამერიკული ფენომენი, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ ეს არ მუშაობს. ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია. მაქსიმალურად ფოკუსირდით თქვენი კომპეტენციების ამაღლებასა და რეპუტაციის შექმნაზე. ძალიან დიდი ცდუნებაა რომ წარმოაჩინოთ თქვენი თავი იმაზე მეტად, ვიდრე რეალურად ხართ. როგორ გაყიდო შენი თავი? ეს თითქოს რაღაც ტრენდული კონცეფციაა, რომელსაც გარშემო ყველა გვასწავლის. მაგრამ ეს არის ზუსტად ის ვაჭრული მაინდსეტი, რომელსაც მე ნამდვილად არ მივესალმები. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს, არ ვჩერდები, მჯერა რომ ჩემი შრომა თავის სიტყვას თავისი თითქვის. მთავარია რომ ვჩანდე, სწორ ადამიანებს თვალში ვხვდებოდე, მე ვახსენდებოდე, ვთქვათ რაღაცაზე, თუნდაც იასამნისფერ ფერზე და სადაც მიმესვლება, ყველგან მივიდე. მაგიტომაც მივდივარ კრეატორ სამიტზე. და ძალიან მხარული ვარ რომ დამპატიჟეს. კავშირების დამყარების ამერიკული მეთოდი ქართველებში არ მუშაობს. საქართველოში როგორც თქვი, ესეთი ვაჭრული მიდგომა და რაღაც სტრატეგიული კოჭების გაგორება ერთმანეთისთვის ნამდვილად არ მუშაობს. აღიქმება როგორც უხეში, უტაქტო, აი ხელოვნური fake, რასაც ეძახიან. თესეულში როცა ვსწავლობდი, ჩემი კურსის ხელმძღვანელს ხშირად დავყავდი ხოლმე არაერთ ღონისძიებაზე, მედია ხმა ესეთი პროექტი იყო მაშინ და დისკუსიებზე, პანელებზე, ტრენინგებზე სულ დავყვებოდი ხოლმე თან. ვაგროვებდი ძალიან ბევრ სახელებს და გვარებს. თუნდაც მედია პროფესიონალების, ჟურნალისტების, ლექტორების, პროფესორების, მედია მკვლევარების და სახლში მოვდიოდი აჟიტირებული, რომ ვაიმე მეთქი ისეთი კარგი საუბარი მქონდა ამ ადამიანთან, ისეთი კარგი რაღაცა გავიგე ამ ადამიანისგან და ჩემ მეკითხოდა მე რა მოხდა და მე არაფერი. ხელში მრჩებოდა ეს სავიზიტო ბარათები და მოგროვებული კონტაქტების უფუნქციო სია და ბაზა. მე დავიწყე ჩემი თავის გაკითხვა. ვაიმე სალომე რა გჭირს რა იყო რა უნიჭო ხარ ხო შეიძლება რომ ადამიანი რაღაცნაირად მოაჯადოვო და შენი თავი რაღაც ისე წარადგინო რომ შენთან თანამშრომლობა თავად მოუნდეს და ჩემ თავს ვაბრალებდი ამ ყველაფერს რომ მე ვერ შევძელი ხან იმ ადამიანთან ერთი საუბრის იქით ვეღარ გავაგრძელე თანამშრომლობა მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვუყურებ ახლა უკვე ვიაზრებ რომ ჩვენთან საქართველოში ღირებული კავშირები ეფუძნება ნდობას და გაცემის პრინციპს. ჩემი ვიდეო უნივერსიტეტის მეგობრებთან დაკავშირებით თუ გაქვთ ნანახი, მანდ მაქვს ზუსტად ჩაშლილი ეს გაცემის პრინციპი როგორ მუშაობს და რატომ არის მნიშვნელოვანი. წარმატებული ნეტვორკინგის ფორმულაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ზუსტად ის, რომ შენ ღირებულება დაანახო სხვას, უანგარო დახმარება შესთავაზოთ სხვას. ეს არის სწორედ გაცემის აქტი და ეს გაცემის აქტი თუ საბოლოო ჯამში სარგებლიანი აღმოჩნდება, ხო კარგი. მაგრამ თავიდანვე ეგ არ უნდა გქონდეთ გათვლა, რომ მე რო შენთან მოვდივარ, გესაუბრები, გიღიმი, ეგ არ უნდა იყოს სტრატეგიულად გათვლილი და დადგმული. არ უნდა ელოდებოდე, რომ იმ ადამიანისგან რაღაცას მიიღებ. შენ უბრალოდ უნდა გასცე. კრეატორ სამიტზეც ამ მოტივით მივდივარ. ის რეპუტაცია, რომელსაც ჩემი პატარა ახლად აღმოცენებული არხით მე ვქმნი, იყოს სწორად დანახული. ამ დროს ძალიან ლოგიკურია, რომ გაგიჩნდეთ კითხვა კი, მაგრამ მე დამწყებმა ჩემზე ერთი შეხედვით ზემდგომს, ჩემზე მეტად წარმატებულს, ჩემზე მეტად გამოცდილს, მე რაში უნდა დავეხმარო. მაქამდეც მივალ. საყვარელი საერთო საქმე ყველაზე ძლიერი დამაკავშირებელია.
ზოგადად networking-ი ყოველთვის უნდა უკავშირდებოდეს საერთო საქმის კეთებას. და ეს საქმე თუ ორივე მხარესთვის საყვარელი და ღირებულია, მით უფრო მეტი შანსია თანამშრომლობის. ბაკალავრზე ფრანგული მქონდა არჩევითად აღებული. 12 კაციანი ჯგუფი იყო, კვირაში ერთხელ დავდიოდი და პირველ თუ მეორე სემინარზე მასწავლებელმა გითხრა, რომ თქვენს გვერდზე ჯდომს მიუბრუნდით და მოუყევით ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რა ინტერესები გაქვთ და ასე შემდეგ. შუა ლაპარაკში აღმოჩნდა, რომ ჩემი პარა ყოფილა Westminster-ის უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც კონკრეტულად ევალებოდა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა. ხო და მოვაღე პირი, რაც შემეძლო ყველაფერი ვილაპარაკე. მაშინ სტუდენტურ თეატრში ვთამაშობდი და მეთქი სადახართ მარკეტინგი. ამისთანა დასიყავთ მეთქი უნივერსიტეტში და არაფერს არსად არ აშუქებთ, არსად არ ახსენებთ და რა და თქვენს კონკურენტებთან გაქვთ მთავარი კოზირი მეთქი და რას მიკეთებთ მეთქი დეპარტამენტი და ეს რა ძალიან გაუცნობიერებლად და უნებლიეთ გავაკეთე, მაგრამ გათვლა არანაირი არ მქონდა, უბრალოდ ძალიან ღიად და კომფორტულად ვესაუბრობოდი ამ ბიჭს გატეხილი ფრანგულით და განციფრებული და აღტაცებული მისმენდა, თან კითხვებს მისმევდა კიდე ჩამეძია, აი საიდან ვარ, აქ როგორ აღმოჩნდი, იცი მეთქი, იმიტომ მოვედი მეთქი, რომ რაღაცა მოვიძიე, გავიკითხე და მივხვდი, რომ ძალიან კაი მუსიკალური თეატრის დასიყავთ მეთქი და მაგიტო დავინტერესდი მეთქი თქვენით თქო რა. სუსტად ერთ კვირაში მომწერა რომ ესაო მარკეტინგის დეპარტამენტი ძალიან დაინტერესდა შენი პროფაილითო, ძალიან გვინდა შენთან თანამშრომლობაო და თუ არ იქნები წინააღმდეგიო ჩვენს შემდეგ რაღაც მარკეტინგულ კამპანიაში რომ შენი თეატრის დასიც გამოვაჩინოთო, ეს რა ქვია, იქნებ ბლოგებიც დაგვიწერო, აი შენს ქვეყანაზე, შენს ინტერესებზე, შენს მისწრაფებებზე, ძალიან კაი ტიპი ხარო რა მოკლედ. და Westminster-ის უნივერსიტეტის მთავარ გვერდზე რო შეხვიდეთ და საერთაშორისო სტუდენტების სექციაში რო შეხვიდეთ, რეკლამაში მე მიხილავთ. ქართული პასპორტი მიჭირავს ხელში, დაზუმებული კადრი არის, სადაც ქართული პასპორტი ჩანს და მაგ ყველაფერზე უკვე ძალიან ისე კარგად შეფუთეს რა. და ეხლა რატომ მოუყევი ამხელა ისტორია? მესამე რჩევას გაგიზიარებთ და მიხვდებით. როდესაც რაღაცაზე ხართ passionate, ეს იგრძნობა და არ დამალოთ. მე რომ მისთვის ესე გამეცნო თავი, რომ გამარჯობა, მე რაღაცა ქართველი სტუდენტი ვარ, რაღაც ჩამოსული ლონდონებში და ძალიან დაინტერესებული ვარ მარკეტინგით, არანაირი გამოცდილება მე არა მაქვს, მაგრამ თუ რამეში გამოგადგებით და გამომიყენეთ და რა თქმა უნდა, კარგი, მადლობა სალომე. ნახვამდის, ანუ მე ჯერ ეკაცი გვერდით აღარ დამიჯდებოდა, ხო? მე მივედი მასთან იდეით, მე მას პრობლემა დავანახე და გადავუჭერი კიდეც. ქართული networking-ის ოქროს წესი. იყავი ის, ვინც გასცემს და არა ის, ვინც ითხოვს. კავშირების დასამყარებლად კომფორტის ზონიდან გამოსვლა აუცილებელია. წეღა რომ რა ისტორიაც მოყავი, მანდაც ვახსენე, რომ მე არანაირი მორიდებულობა და რაღაც თავშეკავებულობა არ გამომიხატია მასთან საუბარში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. არამედ ვიყავი მაქსიმალურად გახსნილი, ჩემი აზრების, ჩემი ფიქრების, ჩემი პრინციპების მჯეროდა და ამის კომუნიკაციას ძალიან თავდაჯერებულად ვახდენდი. მაგრამ მან საქმე უფრო ადვილად იყო. სიტუაცია ისე დაალაგდა, რომ მე და ეს ადამიანი შემთხვევით, მაგრამ ძალიან ჩემთვის სასარგებლოდ აღმოჩნდით გვერდ და ჩამივარდა ეგ მომენტი, როცა შემეძლო, რომ ეს შანსი საჩემოდ გამომეყენებინა. მაგრამ ყოველთვის ესე არ მოხდება. შანსები ესე არ მოგეცემა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად საზოგადოება დაყოფილია პატარ-პატარა ჩაკეტილ წრეებად. და ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს გვიყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა. ჩვენნაირი ადამიანების გარემოცვაში ძალიან თავისუფლად გვგზნობთ თავს. ძალიან კარგად ვერ გებით მაგ გარემოებას. მაგრამ იმაზე დიდი ეიფორია არაფერი არ არის, როცა აღმოაჩენს საერთოს შენგან ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანთან. აი ისევ ანანოსთან ყოლობი რო გავიხსენებთ, რომ ძალიან მიყვარს ეგ მოგონება დღემდე ძალიან ტკბილად ჩამრჩა და მახსენდება. მიუწვდომელი თუნდაც რაღაცა იერარქიაზე მაღლა მდგომი წარმატებული იუთუბერი, რომელიც აი ჩემამდე მე ვერც მივალ მასამდე, ხო? რაღაცა ეგეთი წარმოდგენა მქონდა, ხო? თითქოს ანუ რატო ვეცადე, რატო გადმოვხდი ტყავიდან ესე ძალიან დრო და ეს
რაღაც სიცარიელე ეს გეფი რაც ჩვენ შორის წარმომედგინა სრულიად გაქრა ძალიან მარტივად უბრალოდ ერთმანეთთან საუბარში ეს იყო ფანტასტიკური შეგრძნება იმიტომ რომ მივხვდი რომ მან დაინახა ის რაც მე რეალურად ვარ და არა ის რის წარმოჩენასაც მე ვცდილობდი თუნდაც იმ მეილით ეს მეოთხე რჩევა მინდა უფრო ჩემ თავს მივცე თუ არ იქნება პრობლემა არ შეუშინდე განსხვავებულ გამოცდილებას და არ ეძებო მაინც და მაინც შენაირი ადამიანები. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველას თავისი სტილი აქვს, ყველას თავისი მიმართულება, ყველას თავისი გემოვნება. რომც ძალიან ეცადო შენაირს მაინც ვერ იპოვი. მაგრამ არაფერი ამაში სანერვიულო. ეს არის ძალიან საინტერესო. ეს განსხვავებები ქმნიან ზუსტად ინოვაციას და განვითარებას. ბევრად მარტივია, რომ მე ამ სტუდიას არ გავცდე. ვიჯდე აი აგერ კამერის წინ ჩემი ფიქრები რაც აქ მიტრიალებ ჩამოვაყალიბო და გადმოვცე და ეგ იყოს და ეგ ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში მაგრამ არ მინდა ეგ მე მინდა რომ გავიდე ჩემი კომფორტის ზონიდან და ამას ნელ-ნელა ვიზამ დარწმუნებული ვარ მე მჯერა რომ ერთ დღესაც შევძლებ თუნდაც დინამოს სტადიონზე ამოვიყო კამერა და დავიწყო ვლოგის გადაღება და არ ვიყო მარტო ჩემ თავში ჩაკეტილი და კამერის წინ მოსაუბრე თუმცა არც მაგაში არაფერი სავალალო და დასაკნინებელი. მაგრამ ჰიტა 1000 ერთხელ გადის თავის ოთახიდან. და ძალიან კარგად გამოსდის რას საკეთებ. მე ჯერა რომ კრეატორ სამიძე შევხვდები ძალიან საინტერესო ადამიანებს, ძალიან გავიზიარებ მათ ექსპერტიზას, მათ რჩევებს, გავიგებ ძალიან ბევრ სიახლეს და ვეცდები რომ ეს ცოდნა, ეს გამოცდილება წამოვიღო და გავითვალისწინო ჩემს არხზე, ჩემს კონტენტში. ასე რომ, კრეატორებო, სალი გამოდის ბაბლიდან და მოდის სამიტზე. ძალიან მიხარია, რომ მიმიწვიეს, იმიტომ რომ დახურული ივენთია და ძალიან მადლიერი ვარ. და მინდა კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, შევაჯამო, რომ ნამდვილი ნეტვორკინგი არის ის, რომ შენ ჩანხარ, რომ შენ უსმენ, რომ შენ გასცემ, როცა ამ განწყობით მიდიხართ ნებისმიერ ღონისძიებაზე, სწორი ხალხი თავად გიპოვით თქვენ. მე ამის მჯერა. რა ვიცი. მაგის იქით გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. ხო და მე მოგიყვებით. ცალკე გამოიწერეთ ჩემი სოციალური ქსელები და მოგიყვებით თუ შეიძლება იქ გადაღება, რამდენიმე ვიდეოსაც იქ გადავიღებ და ნახოთ რა იქნება. წავედი.